დედამიწის საიდუმლოება. მთვარე. ანომალია ცაში. ჩვენ ყოველ ღამე ვიხედებით ზეცაში და ვხედავთ მას. იმ ვერცხლისფერ დისკს, რომელიც ანათებს სიბნელეში, მართავს ჩვენს ოკეანეებს, განსაზღვრავს ჩვენს კალენდარს და რაც ყველაზე მთავარია, ზემოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე. ჩვენ გვასწავლეს, რომ მთვარე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრია, რომელიც მილიარდობით წლის წინ დიდი შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ეს ოფიციალური ვერსია არის ყველაზე დიდი სიცრუე ასტრონომიის ისტორიაში? დედამიწის საიდუმლოება მე-9 სერია. მე აბაგაელბაგი ვარ და დღეს ჩვენ შევეხებით ობიექტს, რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩვენთან და ამავდროულად ყველაზე უცხოა. ჩვენ ვიწყებთ გამოძიებას, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი კითხვას, არის თუ არა მთვარე ბუნებრივი ციური სხეული, თუ ეს არის გიგანტური, შიგნიდან ღრუ კოსმოსური ხომალდი, რომელიც იქ განგებ დააპარკინგეს. მოიმზადეთ, დღეს ჩვენ გადავწერთ მზის სისტემის ისტორიას. პირველი მათემატიკური შეუძლებლობა, შემთხვევითობების სერია. სანამ ისტორიულ სიღრმეებში შევხედებით, შევხედოთ მშრალ ფაქტებს, რომლებიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ასტრონომს საგონებელში აგდებს. სამყაროში ქაოსი მეფობს, მაგრამ მთვარესა და დედამიწას შორის არსებული კავშირი იმდენად სუსტია, რომ ის ხელოვნურს გავს. განვიხილოთ ეგრეთ წოდებული დიდი დამთხვევა. მზის დიამეტრი მთვარის დიამეტრზე 400-ჯერ დიდია. ამავდროულად მზე დედამიწიდან ზუსტად 400-ჯერ უფრო შორს არის, ვიდრე მთვარე. რა შედეგს გვაძლევს ეს მათემატიკური საოცრება? შედეგი ისაა, რომ დედამიწიდან დაკვირვებისას მზე და მთვარე ცაზე აბსოლუტურად ერთი ზომის ჩანან. სწორედ ამიტომ გვაქვს სრული მზის დაბნელება. როდესაც მთვარის დისკი იდეალურად მილიმეტრი მილიმეტრში ფარავს მზეს, ასტრონომები და სტატისტიკოსები აღიარებენ ამის ალბათობას, რომ ეს ბუნებრივად შემთხვევითი კოსმოსური მტვრის შეგროვებით მოხდა. ეს უკვე ნულის ტოლია და თავად ეს მოსაზრება არის სიცრუე. სხვა პლანეტა, რომელსაც მსგავსი თანაბარდობის თანამგზავრი ყავს, ესეც რა თქმა უნდა. ეს გავს ლატარიაში ჯეკპოტის მოგებას მილიარდჯერ ზედიზედ. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მთვარის ორბიტა არის თითქმის იდეალურად წრიული. ბუნებრივი თანამგზავრების ორბიტა კი ყოველთვის ელიფსურია, კვერცხისებრი. მთვარე კი დედამიწას გარს უვლის სტატიკური, დაპროგრამებული ტრაექტორიით. უფრო მეტიც, ის ყოველთვის ერთი მხრით არის ჩვენსკენ მობრუნებული. მას აქვს სინქრონული ბრუნვა. ჩვენ არასდროს არც ერთი ტელესკოპით დედამიწიდან არ გვინახავს მისი მეორე მხარე. რას მალავს მთვარე თავისი მეორე მხრიდან? რატომ არის ის სტაბილური და ასევე ხელოვნურიც? ისააკ აზიმოვმა, ცნობილმა მეცნიერმა და მწერალმა პირდაპირ თქვა, მთვარე ზომით იმდენად დიდია დედამიწისთვის, რომ ის საერთოდ არ უნდა არსებობდეს იქ, სადაც არის. დედამიწის გრავიტაციულ ველს არ უნდა შეეძლოს ასეთი მასიური სხეულის დაჭერა. კანონების მიხედვით მთვარე უნდა გაფრინდეს, ან დედამიწას უნდა დაეცეს, მაგრამ ის ჩამოკიდებულია ცის გაბადონზე, ზუსტად იქ, სადაც ვიღაცას ის სჭირდება. საბჭოთა კავშირის დროინდელი აღმოჩენა. ხომალდი ნიღბის ქვეშ 1970-იანი წლების ივლისში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ორმა გამორჩეულმა მეცნიერმა, მიხეილ ვასინმა და ალექსანდრე შჩერბაკოვმა გამოაქვეყნეს შრომა, რომელმაც კრემლის კულუარებში შოკი გამოიწვია. სტატიის სათაური იყო შემდეგი: არის თუ არა მთვარე უცხოპლანეტელების ინტელექტის ქმნილება. მათ არ დაწერეს ეს ფანტასტიკურ ჟურნალში. ის იყო სერიოზული სამეცნიერო ჰიპოთეზა, რომელიც ეყრდნობოდა ფიზიკურ მონაცემებს. ვასინმა და შჩერბაკოვმა წამოაყენეს თეორია, რომ მთვარე არის ღრუ პლანეტოიდი,
კოსმოსური ხომალდი, რომელიც შიგნიდან არის ფაქტიურად ამოღებული და გარედან დაფარული ქვისა და მტვრის სქელი ფენით, რათა ბუნებრივი ობიექტის იმიტაცია მოახდინოს. რა მიიყვანა ეს ადამიანები ამ დასკვნამდე? სიღრმე და კრატერები. მთვარის ზედაპირი დაფარულია მილიარდობით კრატერით. ლოგიკურად, რაც უფრო დიდია მეტეორიტი, მით უფრო ღრმა უნდა იყოს კრატერი, მაგრამ მთვარეზე ეს კანონი არ მუშაობს. უზარმაზარი კრატერებიც კი, მაგალითად, გაგარინის კრატერი საოცრად არაღრმა არის. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ მეტეორიტები თითქოს ეჯახებიან რაღაც შეუღწევად ფენას, რომელიც ზედაპირის ქვეშ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. საბჭოთა მეცნიერების აზრით ეს არის ხომალდის კორპუსი, ტიტანისა და უცნობი შენადნობების ჯავშანი, რომელიც იცავს შიდა მექანიზმებს. დედამიწის საშუალო სიმკვრივეა 5,5 გრამი კუბურ სანტიმეტრზე. მთვარის სიმკვრივე კი მხოლოდ 3,34-ია. ეს უზარმაზარი სხვაობა მიუთითებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე. მთვარე შიგნიდან ან ძალიან ფოროვანია, ან საერთოდაც ცარიელი. თუ საბჭოთა მეცნიერები მართლები იყვნენ, მაშინ ჩვენს თავს დაწვრილებით სიკვდილის ვარსკვლავს ფაქტიურად ვუძღვნით. ეს სიკვდილის ვარსკვლავის რეალური პროტოტიპია, რომელიც აქ ჩვენი ცივილიზაციის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე დააპროგრამეს. აპოლო 12 საბჭოთა კავშირის შემდეგ ამერიკა. ექსპერიმენტი. ზარი, რომელიც რეკავს. თეორიად რჩება, მაგრამ გვჭირდება მტკიცებულება და ეს მტკიცებულება NASA-მ თავად მოგვაწოდა. თუმცა მათ ვერ გაიაზრეს რა აღმოაჩინეს. 1969 წლის 20 ნოემბერს მისიის აპოლო 12-ის ეკიპაჟმა განახორციელა ექსპერიმენტი. მათ მთვარის ზედაპირს დააჯახეს მთვარის მოდულის ასაფრენი საფეხური და ეს იყო ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევის მცდელობა, რათა სეისმომეტრებს ემუშავათ. შედეგმა ჰიუსტონის ცენტრი გააუგნა. დედამიწაზე მსგავსი დარტყმის შემდეგ ვიბრაცია გრძელდება რამდენიმე წუთი და სწრაფად მიილება, როგორც ქვაში, მაგრამ მთვარემ დაიწყო რეკვა. ვიბრაცია გაგრძელდა საათზე მეთხანს. ის რეკავდა როგორც გიგანტური ზარი. მოგვიანებით აპოლო 13-ის მძიმე ნაწილის დაჯახებისას ვიბრაცია გაგრძელდა 3 საათი და 20 წუთი. ვიბრაციული ტალღები კი ვრცელდებოდა 40 კილომეტრის სიღრმეზე. NASA-ს მეცნიერებმა კულუარებშიც კი აღიარეს ასეთი რეაქცია აქვს მხოლოდ ლითონის ღრუ სფეროს. წარმოიდგინეთ, ეკლესიის ზარი. თუ მას შემოჰკრავთ, ის ხმას გამოსცემს, იმიტომ რომ ცარიელია. მთვარეც ზუსტად ასე მოიქცა. ეს ექსპერიმენტი იყო სიმბოლო და ასევე საბოლოო დასტური იმისა, რომ მთვარის გული არ არის ბირთვი და მანტია. ეს არის უზარმაზარი სიცარიელი, სადაც სავარაუდოდ მექანიზმები და ბაზებია განთავსებული. სავარაუდოდ, ეს სასაცილოა, მაგრამ თქვენ ნელ-ნელა გაიგებთ ჭეშმარიტებას. დრო, როცა მთვარე არ არსებობდა, უძველესი მეხსიერება თუ მთვარე ხომალდია. მაშინ ვინ იყო და ვინ დააპროგრამა ის? ოფიციალური ისტორია ამბობს, რომ მთვარე ყოველთვის იქ იყო, მაგრამ ძველი ხალხების მეხსიერება და მითოლოგია სულ სხვა რამეს გვეუბნება. არსებობს ტერმინი პროსელენები, რაც ბერძნულად ნიშნავს მათ, ვინც მთვარემდე არსებობდნენ. ძველი ბერძენი ფილოსოფოსები არისტოტელე, პლუტარქე წერდნენ არკადიელებზე, ხალხზე, რომლებიც ცხოვრობდნენ მთებში და იკვეხდნენ იმით, რომ მათი წინაპრები დედამიწაზე დასახლდნენ მაშინ, სანამ ცაზე მთვარე გამოჩნდებოდა. ანალოგიური გადმოცემები აქვთ სამხრეთ ამერიკის ინდიელებს ტიუანაკოში. მათი სიმბოლოები და კედლის მხატვრობა აღწერს დროს, როცა ღამე იყო აბსოლუტურად ბნელი, მხოლოდ ვარსკვლავებით განათებული. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი ინფორმაცია მოდის აფრიკიდან. ეს არის ზულუს ტომის შამანებიდან და უმაღლესი ცოდნის მცველებიდან. კრედო მუტვა ყვებოდა ლეგენდას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. შორს, ძალიან შორს წარსულში. დედამიწას არ ყავდა მთვარე. ცა იყო მშვიდი. არ არსებობდა სეზონები და ოკეანეები არ ღელავდნენ. შემდეგ მოვიდნენ ისინი
ორი ძმა, ჭიტაური და მპონკუ, რეპტილიური რასის წარმომადგენლები. მათ მოათრიეს ეს თეთრი დისკი ცის სიღრმიდან. ეს იყო მათი ხომალდი და მათი იარაღი. როდესაც მთვარე დედამიწის ორბიტაზე დააყენეს, მოხდა კატასტროფა. დედამიწა ატირდა, ოკეანეები ხმელეთს ეცებოდნენ. დაიწყო წარღვნა, შეიცვალა კლიმატი. მთვარემ შეჭამა დედამიწის დამცავი წყლის ფენა და ადამიანები გახდნენ მოკვდავები. კრედო მუტვას მონათხრობი ზუსტად ემთხვევა დიდი წარღვნის ბიბლიურ და შუმერულ ისტორიებს. გრავიტაციული სხეულის მთვარის უეცარ გამოჩენას ახლო ორბიტაზე. უეჭველად უნდა გამოეწვია გიგანტური ცუნამები და ტექტონიკური ძვრები. ეს არ იყო ბუნებრივი პროცესი. ეს იყო ტენა ფორმირება. პლანეტის გადაწყობა ახალი მართველებისთვის. ლეგენდის მიხედვით მთვარე მოიყვანეს იმისთვის, რომ ეკონტროლებინათ კაცობრიობა. ის ემსახურება ფაქტიურად სხვა ძალებს, როგორც თვალი, რომელიც არასდროს იხუჭება და როგორც გენერატორი, რომელიც დაბლას წევს ჩვენს ვიბრაციას. სანამ მთვარე არ იყო, დედამიწა მუდმივ გაზაფხულში ცხოვრობდა და ადამიანები ღმერთებს ელაპარაკებოდნენ. მთვარის გამოჩენის შემდეგ კი დაიწყო რკინის ხანა, ომების, შიშის და ჩვენი ცნობიერებისა თუ წარსული მეხსიერებების დავიწყების ეპოქა. ეს არის ფაქტიურად მდგომარეობა, სადაც ჩვენ უშუალოდ უნდა შევეხოთ ასევე კონტაქტებს. იმ გასაიდუმლოებულ დიალოგებს და იმ სტრუქტურებს, რომლებიც ასტრონავტებმა საკუთარი თვალით ნახეს. აკრძალული ზონა. რატომ შეწყდა მთვარის პროგრამა? აპოლო 11 დაკარგული 2 წუთი და სანტა კლაუსი მთელი მსოფლიოს სუნთქვა შეკრული ადევნებდა თვალს 1969 წლის 20 ივლისს. ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი ისტორიას წერდნენ, მაგრამ ის, რაც ტელევიზიით გავიდა, იყო კარგად დადგმული შოუ. რეალური დრამა ვითარდებოდა დახურულ სამედიცინო რადიო არხზე, რომელსაც NASA იყენებდა ბიომეტრიული მონაცემების გადასაცემად. ოფიციალური ტრანსლაციის დროს იყო დაახლოებით 2 წუთიანი დუმილი. NASA-მ ეს ტექნიკურ ხარვეს მიაწერა, მაგრამ რადიო მოყვარულებმა ავსტრალიასა და შვეიცარიაში, რომლებსაც შეეძლოთ სიგნალის დაჭერა, ჩაიწერეს საუბარი, რომელიც ჰიუსტონისა და არმსტრონგს შორის შედგა. ამ ჩანაწერის არსებობას ადასტურებს NASA-ს ყოფილი თანამშრომელი ოტო ბინდერი და კრისტოფერ კრაფტი. ესენი იყვნენ ფრენების დირექტორები. აი რა ხდებოდა სინამდვილეში იმ 2 წუთის განმავლობაში. არმსტრონგი ამბობს ესეთ ფრაზას: ეს რა არის, ღმერთო ჩემო? ეს რა არის? რა ხდება? პასუხობს და ეკითხება ჰიუსტონი. გვიპასუხეთ. აპოლო 11 გვიპასუხეთ. არმსტრონგი პასუხობს: ესენი გიგანტები არიან, სერ, უბრალოდ გიგანტური. ღმერთო ჩემო, თქვენ ვერ დაგვიჯერებთ. მე კი გეუბნებით, აქ სხვა ხომალდებიცა. ისინი კრატერის მეორე მხარეს დგანან. რიგში არიან ჩამწკრივებულები და გვიყურებენ. ჰიუსტონი ეკითხება: რა ხომალდები? არმსტრონგი პასუხობს: ისინი ჩვენ გვაფრთხილებენ, ჩვენ აქ არ უნდა ვიყოთ. სწორედ ამ მომენტში არმსტრონგის პულსმა წუთში 160 დარტყმას მიაღწია. ეს არ იყო კოსმოსური მოგზაურობის სტრესი, ეს იყო პანიკური შიში. კოდური ფრაზა, რომელიც ოლდრინმა გამოიყენა სიტუაციის აღსაღწევად, იყო სანტა კლაუსი არსებობს. NASA-ს შიდა პროტოკოლით სანტა კლაუსი ნიშნავს არამიწიერ ცივილიზაციას. მათ არამარტო დაინახეს ხომალდები, მათ მიიღეს ტელეპათიური შეტყობინება. დატოვეთ ეს ადგილი და აღარ დაბრუნდეთ. სწორედ ეს ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ შეწყვიტა შეერთებულმა შტატებმა მთვარის პროგრამა. მოულოდნელად 1972 წელს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე აშენებული იყო კიდევ 3 რაკეტა სატურნ 5-ისა, მაინც შეწყდა ეს პროგრამა. ტექნიკა მზად იყო, ფული გამოყოფილი, მაგრამ ბრძანება გაიცა, შეჩერდეს, ჩვენ გაგვაგდეს. მთვარე არ არის საერთო საკუთრება, მთვარე უკვე ოკუპირებულია. შუშის კოშკები,
ხიდები. რას მალავს თავად NASA? თუ ფიქრობთ, რომ მთვარე არის ნაცრისფერი, უდაბური ადგილი კრატერებით, თქვენ NASA-ს ფოტოშოპის მსხვერპლი ხართ. NASA-ს ყოფილმა თანამშრომელმა დონა ჰეარმა, რომელიც ფოტოლაბორატორიაში მუშაობდა, ფიცითვე დაადასტურა, რომ მათ ევალებოდათ სატელიტური ფოტოების რეტუშირება საჯარო გამოქვეყნებამდე. მათი მთავარი დავალება იყო წაეშალათ ხელოვნური სტრუქტურები, ანომალიური შუქები და კოშკები, მაგრამ ყველაფრის დამალვა შეუძლებელია. ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საიდუმლოდ ინახება და ეს საიდუმლოებები არის გავრცობილი სხვადასხვა დონეებსა და იერარქიებში. ასევე ვრცელდება ინტერნეტში ყალბი არქივარები. შემორჩენილია კადრები, მაგალითად, კლემენტინის მისიიდან, სადაც მკაფიო ჩანს სტრუქტურები, რომლებიც ბუნებრივი ვერ იქნება. ნატეხი კოშკი მთვარის ზედაპირზე, სინუს მედიის რეგიონში დგას ობიექტი, რომელიც დაახლოებით 1,5 მილის დაახლოებით 2,5 კილომეტრის სიმაღლისაა. ეს არ არის მთა, ის არის ვიწრო ვერტიკალური სვეტი, რომელიც ზემოთ ფართოვდება. მისი სტრუქტურა გამჭვირვალეა. თითქოს მინისგან ან კრისტალისგან არის აგებული. მეცნიერები რიჩარდ ჰოგლენდის ხელმძღვანელობით თვლიან, რომ ეს არის ენერგეტიკული გადამცემი ანძა ან დამცავი გუმბათის ნაწილი, რომელიც თავის დროზე დაზიანდა. ციხეს იმაგრე. ჰიგლენდმა აღმოაჩინა სტრუქტურა, რომელიც აირში კიდია და ზედაპირს ეყრდნობა მხოლოდ რამდენიმე საყრდენით. ეს ანტიგრავიტაციული ნაგებობაა მთვარეზე. ასევე ხიდი. აპოლო 15-ის ფოტოებზე არის კრიზისების ზღვა აღმოჩენილი და კიდეზე ჩანს იდეალურად თაღოვანი ხიდი, რომელიც კრატერის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადადის. მისი სიგრძე დაახლოებით 12 მილის ტოლია. ბუნებაში ქვა ასე არ იღუნება და ეს არის ხელოვნური სატრანსპორტო მაგისტრალი მთვარეზე. საბჭოთა ლუნახოთის კადრები. საბჭოთა ზონდებმა გადაიღეს უცნაური გუმბათისებრი ნაგებობები, რომლებიც სიბნელეში ანათებდნენ. ეს ფოტოები კრემლმა 50 წლით გაასაიდუმლოა. ეს ნაგებობები არ არის მიტოვებული ნანგრევები. ისინი ფუნქციონირებს. ტელესკოპები ხშირად აფიქსირებენ ეგრეთ წოდებულ TLP ფენომენებს, გარდამავალ მთვარის მოვლენებს. ეს არის ფერადი ნათებები, გაზის ამოფრქვევები და მოძრავი ობიექტები კონკრეტულ კრატერებში. განსაკუთრებით არისტარქეს კრატერში. ეს არის მთვარის ბაზების სუნთქვა, ინდუსტრიული საქმიანობის კვალი. რა ხდება მთვარის მეორე მხარეს? იქ სადაც მზე არ ანათებს. ტერმინი მთვარის ბნელი მხარე არასწორია. მას სინამდვილეში შორეულ მხარეს უწოდებენ, მაგრამ ისინი ნამდვილად ბნელია თავისი დანიშნულებით. რატომ არასდროს გვაჩვენებს მთვარე ამ მხარეს? იმიტომ რომ იქ მდებარეობს მთავარი ინფრასტრუქტურა. ცნობილმა ექსტრასენსმა და შეერთებული შტატების დაზვერვის DIA პროექტის ვარსკვლავური კარიბჭის მონაწილე ინგო სვანმა დისტანციური ხედვის მეშვეობით დაათვალიერა მთვარის შორეული მხარე. მისი ჩვენება კი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ის ამბობს ესეთ რამეს: მე დავინახე უზარმაზარი კრატერები, მაგრამ მათში ნისლი იყო. ეს არ იყო მტვერი, ეს იყო ხელოვნური ატმოსფერო. კრატერის ფსკერზე დავინახე მაღალი, შუშის გუმბათები და შენობები. იქ იყვნენ არსებები, ჰუმანოიდები, მაგრამ ისინი არ იყვნენ ადამიანები. ისინი იყვნენ სრულიად შიშვლები. მუშაობდნენ მანქანებზე და თითქოს რაღაცას თხრიდნენ. უეცრად ერთ-ერთმა მათგანმა გამოიხედა. მან დამინახა, არა ფიზიკურად, არამედ მან იგრძნო ჩემი ცნობიერება. მე ვიგრძენი შიში, შევწყვიტე ყურება, თორემ მათ მითხრეს შეწყვიტე ყურება, თორემ მოგკლავთ. ინგო სვანი ამტკიცებდა, რომ მთვარე არის სრულფასოვანი ბაზა, რომელსაც რამდენიმე რასა ერთდროულად იყოფს. ზედაპირი მისი ეკუთვნის რუხებს, ნაცრისფერებს, რომლებიც მუშახელები არიან და აკონტროლებენ ტექნიკას და მონიტორინგს უწევენ დედამიწას.
მიწისქვეშა მთვარის შიგნით ეკუთვნის რეპტილიურ რასას. ისინი ცხოვრობენ ღრუ სივრცეში, სადაც არის საკუთარი მიკროკლიმატი შექმნილი და წყლის რეზერვუარები. არსებობს ასევე დადასტურებული ინფორმაცია კონკრეტულ კოორდინატებზე. კრატერი არქიმედე და კრატერი კოპერნიკი ითვლება მთავარ შესასვლელად მთვარის შიდა ქალაქებში. 2009 წელს NASA-მ ლიკროს მისიის ფარგლებში დაბომბა მთვარის სამხრეთი პოლუსი. ოფიციალურად წყლის საძიებლად, არაოფიციალურად კი ეს იყო შეტევა ერთ-ერთ უცხო პლანეტურ ბაზაზე, რომელიც ზედმეტად აქტიურობდა და ცდილობდა უკვე ტერიტორიების ათვისებას. ასევე არსებობს მატრიცული გენერატორი, სატურნი მთვარის ღერძი და ახლა ჩვენ მივადექით ტექნიკურ ნაწილსაც, რომელიც ნიშნავს სულის ჩაკეტვას. დევიდ აიკი და სხვა მკვლევარები ანვითარებენ თეორიას, რომ მთვარე არ არის უბრალოდ ბაზა და ის არის გამაძლიერებელი ენერგიის. სისტემა მუშაობს შემდეგი სახით. სიგნალი მოდის სატურნიდან, სატურნის 6 კუთხედ ჰექსაგონიდან და რეალურად არის გიგანტური სიხშირული გენერატორი. შემდეგ მოდის გადამცემი, ანუ როგორც მთვარე იღებს ამ სიგნალს, აძლიერებს მას და მიმართავს დედამიწისკენ. შედეგი რა გვაქვს ამისა, ეს სიხშირე ქმნის ელექტრომაგნიტურ გისოსებს, ანუ მთვარის მატრიქსს. რას აკეთებს ეს სიხშირე? ის ბლოკავს ჩვენს დნმ-ს, ანუ ჩვენ მან დაგვტოვა ორ სპირალზე. ის გვინარჩუნებს მუდმივ შიშს და სტრესში ყოფნის და არსებობის ენერგიას, დაბალ ვიბრაციებს. ის ქმნის ილუზიას, რომ ჩვენ ვართ სხეული და არა სული. ის ამახიჯებს ჩვენს დროით აღქმას. ქალების მენსტრუალური ციკლი, ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობა, სავსე მთვარეობისას ფსიქიატრიულებში პაციენტების რიცხვი იზრდება. ზღვის მიქცევა და მოქცევა. მთვარე მართავს ჩვენს ბიოლოგიურ რიტმს. ჩვენ ვართ ბიოლოგიური რობოტები, რომლებიც მთვარის სერვერზე არიან მიბმულები. იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ აღმოჩნდნენ ადამიანები მთვარეზე, უნდა დავიწყოთ 1969 წლიდან და შემდგომ გადავინაცვლოთ 1940-იანი წლების დასაწყისში. იმისათვის, რომ სრულფასოვნად გავიგოთ, არის თუ არა კეთილგანწყობილი ობიექტი მთვარე და სწორად ვიქცევით თუ არა მთვარესთან მიმართებაში. ისტორია, რომელსაც სკოლაში გვასწავლიან, ამბობს, რომ ნაცისტური გერმანია დამარცხდა. ეს ნახევრად სიმართლეა და გერმანია ნამდვილად დამარცხდა როგორც სახელმწიფო, მაგრამ ნაცისტური იდეოლოგიის ტექნოლოგიურმა ფრთამ სისმა საიდუმლო დანაყოფებმა შეძლო ევაკუაცია და გამოყოფა. ჯერ კიდევ 1939 წელს გერმანულმა ექსპედიციებმა ანტარქტიდაზე აღმოაჩინეს უძველესი მიწისქვეშა გვირაბები და ღრმულები თბილი წყლებით. მათ შექმნეს იქ ბაზა, რომელსაც დაარქვეს სახელად ახალი შვაბია. სწორედ აქ და არა ბერლინში მიმდინარეობდა მთავარი სამუშაოები, ეგრეთ წოდებული ვუნდერვეიფი, სასწაულმოქმედი იარაღის შექმნის პროცესი, მარია ორსიჩი და ვრილის საზოგადოება, ტელეპათიურ კავშირში იყვნენ ცივილიზაციასთან ალდებარანის სისტემიდან. მათ მიიღეს ანტიგრავიტაციული ძრავების ნახაზები. 1944 წლისთვის მათ უკვე ჰქონდათ მუშა პროტოტიპები. ეს იყო ჰაუნებუ 1, 2 და 3 მფრინავი თებშები. როდესაც ომი წაგებული იყო, ელიტამ დატოვა დედამიწა და მათი პირველი გაჩერება მთვარე იყო. ნაცისტებმა მთვარის ბნელ მხარეს, კერძოდ კი შროდინგერის ველზე იპოვეს უძველესი მიტოვებული ნაგებობები, სავარაუდოდ ძველი მშენებლობების, რასის დატოვებული. მათ არაუშენებიათ ბაზა ნულიდან, მათ გაარემონტეს არსებული ინფრასტრუქტურა და მოახდინეს მისი ჰერმეტიზაცია. 1945 წლისთვის მთვარეზე უკვე ფუნქციონირებდა პირველი ადამიანური, თუმცა ნაცისტური დასახლება, კოდური სახელით ბაზა 211. ეს იყო შოკის მომგვრელი აღმოჩენა ამერიკელებისთვის. როდესაც ვერნერ ფონ ბრაუნი შეერთებული შტატების კოსმოსური პროგრამის მამა და ყოფილი ნაცისტი ნასაში მივიდა და მან ეს ყველაფერი ისაუბრა. მან იცოდა სიმართლე, მისი ყოფილი კოლეგები უკვე იქ იყვნენ. სწორედ ამიტომ ჩქარობდა კენედი.
რბოლა მთვარისთვის. ეს არ იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი კენედის მხრიდან. ეს იყო რბოლა იმისთვის, რომ ამერიკას ქონოდა გამოყოფილი თავისი ადგილი და გასწრება მოეხდინა გერმანული ცივილიზაციისთვის. რა ხდება დღეს? ომის შემდეგ შეერთებული შტატების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იძულებული გახდა გარიგებოდა ნაცისტურ ფრთას ანტარქტიდაზე. ოპერაცია ჰაი-ჯამპის კრახის შემდეგ და თქვენის წინა სერიებიდან გახსოვთ. მოხდა შერწყმა. შეიქმნა ერთიანი ტრანსნაციონალური კორპორატიული კონგლომერატი, რომელიც სახელწოდებაც იყო ICC. მათი ერთობლივი პროექტი არის Lock Lunar Operations Command. ეს არის უზარმაზარი ბაზა, რომელიც მდებარეობს მთვარის უკანა მხარეს, ნეიტრალურ ზონაში. ის არ ეკუთვნის საიდუმლო კოსმოსურ პროგრამას. როგორ გამოიყურება თვითონ Lock? მამხილებლები, როგორიცაა კორი გუდი და უილიამ ტომკინსი, აღწერენ მას შემდეგნაირად. ზედაპირზე ჩანს მხოლოდ მცირე ნაწილი. ტრაპეციის ფორმის შენობა, რომელსაც სვასტიკის ფორმის სადესანტო პლატფორმები აქვს. ძველი ნაცისტური არქიტექტურის გავლენა ეს. მიწის ქვეშ ბაზა ჩადის სიღრმეში 10-15 სართულის სიმაღლეზე და აქ არის ხელოვნური გრავიტაცია და ატმოსფერო. რა არის ლოკის ფუნქცია? აეროპორტი და საბაჟო ფუნქცია აქვს მას. ადამიანები დედამიწიდან ჯერ აქ ჩამოდიან სპეციალური სამკუთხა ხომალდებით, ეს არის TR-3B ასტრახომალდები სახელწოდებით და გადიან აკლიმატიზაციას და შემდეგ ნაწილდებიან სხვა ბაზებზე ან მარსის კოლონიებში. მარსზეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მომავალში და აქ მუშაობენ ადამიანები შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან, მაგრამ ისინი არ ატარებენ თავიანთი ქვეყნების ფორმებს. მათ აცვიათ ნაცრისფერი ან ლურჯი კომბინიზონები. ყოველგვარი დროშის გარეშე. იქ დედამიწის პოლიტიკა არ არსებობს. იქ არსებობს მხოლოდ კორპორატიული ინტერესები. რაც შეეხება საიჯარო ხელშეკრულებას, რის ფასად დაგვიშვეს ერთხელ გამოძევებული დედამიწელები მთვარეზე. მთავარი კითხვა: თუ მთვარე ოკუპირებულია უცხო რასების, რეპტილოიდების ან მწერისებთა რასების მიერ, რატომ დაუშვეს იქ ადამიანები? რატომ არ გაანადგურეს ლოკი? პასუხი არის ერთი რამ: ვაჭრობა. ადამიანურ ელიტას და უცხო პლანეტელ მფლობელებს შორის დაიდო მკაცრი ხელშეკრულება. ჩვენ მოგვცეს უფლება გვქონოდა ჩვენი პატარა ტერიტორია და გვეწარმოებინა რესურსების მოპოვება შემდეგი პირობებით: ბიოლოგიური მასალის სანაცვლოდ. საიდუმლო კოსმოსური პროგრამა ვალდებულია მიაწოდოს უცხო რასებს ადამიანთა გენეტიკური მასალა და ზოგჯერ ცოცხალი ადამიანების ექსპერიმენტებისთვის. ეს არის გადასახადი, რომელსაც დედამიწის მთავრობები იხდიან. ასევე მუშახელი. ადამიანები არიან შესანიშნავი ინჟინრები და მუშები. ჩვენი ეფექტური რესურსი ვართ მათთვის და ჩვენ ვაშენებთ და ვარემონტებთ მათ ტექნიკას. ჰელიუმ-3. მთვარის ნიადაგი გაჯერებულია ჰელიუმ-3-ით. ეს არის idеალური საწვავი თერმობირთვული რეაქტორებისთვის. მთვარეზე არის უზარმაზარი კარიერები, სადაც გიგანტური მანქანები ზომით 3 საფეხბურთო მოედნისა ამუშავებენ რეგოლიტს, მთვარის მიწას. ეს რესურსი არ მოდის დედამიწაზე. ჩვენთვის ნავთობი ჯერ კიდე მომგებიანია. ისინი ის მარსის კოლონიებისა და ვარსკვლავთშორისი ფლოტის მომარაგებაზე. ჩვენ იქ ვართ არა როგორც პარტნიორები, არამედ როგორც დაქირავებული მენეჯერები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოფისი, მაგრამ შენობა სხვას ეკუთვნის. რაც შეეხება თანამედროვე მოთამაშეებს, ჩინეთის Jade Rabbit და რუსული კოსმოსფეროები დიდი ხნის განმავლობაში ლოკს აკონტროლებდნენ. მხოლოდ ლოკთან კავშირში უბრალოდ ბრძოლას მართავდნენ და ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ იგი. მხოლოდ დასავლური შეერთებული შტატები და გერმანიას ჰქონდა მაინც მასი კონტროლის ნებართვა 20 წლის განმავლობაში ხელთ. სიტუაცია შეიცვალა.
საბჭოთა კავშირს ჰქონდა საკუთარი საიდუმლო პროგრამა. 1970-იანი წლებიდან მათ შეიმუშავეს ეგრეთ წოდებული კოსმოსფეროები, სფერული ფორმის საფრენი აპარატები, რომლებიც იყენებენ ელექტრომაგნიტურ ველს. რუსებს აქვთ საკუთარი მცირე ბაზები მთვარის ჩრდილოეთ პოლუსთან, სადაც ყინულის მარაგებია. ანუ ყინულის წყლის მარაგები. პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებები მთვარის პროგრამის განახლებაზე ეს არის ოფიციალურად განცხადება ეკრანზე. არაოფიციალური მხარე კი მდგომარეობს შემდეგში. რუსეთი უკვე იქ არის და იცავს თავის სექტორს. ახალი და ყველაზე აგრესიული მოთამაშე არის ჩინეთი. ჩინეთის მისია Change 4 იყო პირველი, რომელიც ოფიციალურად დაჯდა მთვარის ბნელ მხარეს ფონ კარმანის კრატერში. რატომ მაინც და მაინც იქ? დაზვერვის ინფორმაციით ჩინეთმა იპოვა უძველესი ტექნოლოგიური არტეფაქტი, რომელიც აქტიურია. მათ დადეს სეპარატისტული გარიგება ერთ-ერთ უცხო რასასთან, სავარაუდოდ ნორდიკებთან. ჩინეთის ბაზა მთვარეზე, რომელსაც ისინი ციურ სასახლეს უწოდებენ, არის სრულად რობოტიზირებული. მათ არ სჭირდებათ იმდენი სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა, რადგან ისინი იყენებენ კიბორგებს და ხელოვნურ ინტელექტს მაღაროებში სამუშაოდ. რა არის საფრთხე? დღეს მთვარეზე მიმდინარეობს ცივი ომი. სხვადასხვა ფრაქციები, დასავლური, ICC, ჩინური ალიანსები და რუსული ფლოტი ებრძვიან ერთმანეთს საუკეთესო ტერიტორიებისთვის. ის, რაც დედამიწაზე პოლიტიკურ დაპირისპირებად ვლინდება, უკრაინა, ტაივანი, შუა აღმოსავლეთი, ხშირად არის მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლი იმ კონფლიქტისა, რომელიც მთვარის რესურსებისთვის მიმდინარეობს. ის, რაც იქ ვერ რიგდება, შემდგომ გადადის დედამიწაზე მიწერ კონფლიქტებში. მზის მცველი, ჩვენი ფლოტი იმისათვის, რომ მთვარის ბაზები დაცული ყოფილიყო, შეიქმნა კოსმოსურად. კოსმოსური ფლოტის ანალოგად ეს იყო სოლარ ვარდენის პროექტი და ეს არის კაცობრიობის, უბრალოდ საიდუმლო მთავრობის სამხედრო ძალა კოსმოსში. ეს არ არის რაკეტები, ეს არის გიგანტური სიგარეტის ფორმის კრეისერები, სიგრძით 2 კილომეტრამდე და ავიამზიდები. მათი ბაზა მთვარის ორბიტაზეა. ისინი პატრულირებენ მზის სისტემას, იცავენ სატვირთო ხომალდებს მეკობრეებისგან და დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. ცნობილი ჰაკერი გარი მაკინონი, რომელმაც 2002 წელს გატეხა პენტაგონის კომპიუტერები, ამტკიცებდა, რომ იპოვა ფაილების სათაურით, სადაც ეწერა არამიწიერი ოფიცრები და სიები ხომალდებისა, რომლებიც შეერთებული შტატების ფლოტში არ ირიცხება. ეს ადამიანები, ოფიცრები და პილოტები ხელს აწერენ კონტრაქტს 20 და უკან. ისინი მსახურობენ 20 წელი კოსმოსში, მთვარესა და მარსზე. მბადის გასვლის შემდეგ მათ უკეთებენ ასაკობრივ რეგრესიას. აბრუნებენ ახალგაზრდობაში, უშლიან მეხსიერებას და აბრუნებენ დედამიწაზე. თითქოს არაფერიც მომხდარა. შესაძლოა თქვენი მეზობელი, რომელიც ჩვეულებრივ ბუღალტრად მუშაობს, სინამდვილეში სოლარ ვარდენის ვეტერანი პილოტი იყოს, რომელსაც უბრალოდ არაფერი ახსოვს მისი სამსახურიდან. აქვე მინდა ვახსენო ნიგვზის ეფექტი. როგორ არის საერთოდ მოწყობილი მთვარე? ბერს უჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა. თუ მთვარე არის ხელოვნური ხომალდი, ანუ ლითონის კონსტრუქცია, რატომ დავდივართ იქ ნიჩბებით და რას ვეძებთ მაშინ გრუნტში? განა ხომალდზე სასარგებლო წიაღისეული შეიძლება რომ იყოს ან მოიპოვებოდეს? პასუხი მდგომარეობს შენიღბვის ტექნოლოგიაში. წარმოიდგინეთ მთვარე არა როგორც ბურთი, არამედ როგორც კაკალი ან თხილი. მისი შიდა ბირთვი ეს არის მთავარი რეაქტორი და ენერგიის წყარო. შიდა გარსი ეს არის დაახლოებით 20-30 კილომეტრის სისქის სუპერმტკიცე ლითონის ჯავშანი, ტიტანის, ცირკონიუმის და უცნობი შენადნობების ნაზავი. ეს არის სიკვდილის ვარსკვლავის ნამდვილი კედელი. მისი გარე გარსი და აქ არის სწორედ პასუხიც. მილიარდობით წლის წინ, როდესაც ეს ხომალდი შექმნეს, ის განგებ დაფარეს ასტეროიდული ნარჩენებით, კლდოვანი ქანებითა და მტვრის სქელი ფენით, რეგოლითით. ეს არის დაახლოებით 5-10 კილომეტრის სისქის ბუნებრივი ფენა.
რატომ გააკეთეს საერთოდ ეს? ამისი ორი მიზეზი არსებობს. პირველი, ეს უნდა ყოფილიყო დამცავი და ეს ფენა მუშაობს როგორც ამორტიზატორი და როდესაც მთვარეს მეტეორიტი ეცემა, ის ხვდება ამ გრუნტს და არაზიანებს მთავარ ლითონის კორპუსს. რა საჭირო იყო შენიღბვა? შორიდან ის ჩანს როგორც ჩვეულებრივი ქვის პლანეტა და არა კოსმოსური ბაზა თუ მას დავაკვირდებით. ჩვენი მაღაროები და კარიერები იქ მუშაობენ სწორედ ამ გარე დამცავ ფენაზე, მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით რა არის, რომ აი ეს ნაგავი, რომლითაც ხომალდი დაფარეს, შეიცავს სამყაროში ყველაზე ძვირფას ელემენტებს. რომელი ელემენტებია ეს? ჰელიუმ-3. გალაქტიკური ვალუტა. რატომ იბრძვის ყველაზე სახელმწიფო მთვარისთვის? პასუხი ერთი სიტყვა. ენერგია. მთვარის გრუნტი რეგოლითი გაჟღენთილია იზოტოპით, რომელსაც ჰელიუმ-3 ეწოდება. დედამიწაზე ის თითქმის არ არის. ატმოსფერო წვავს, მაგრამ მთვარეზე, სადაც ატმოსფერო არ არის, მზის ქარებს ეს იზოტოპი პირდაპირ ნიადაგში შეავს, მილიარდობით წლის განმავლობაში. რაში გამოიყენება ჰელიუმ-3? ეს არის იდეალური საწვავი თერმობირთვული სინთეზისთვის. დედამიწის ექვივალენტი. 1 ტონა ჰელიუმ-3 შეუძლია გამოიმუშაოს იმდენი ენერგია, რამდენის 15 მილიონ ტონა ნავთობს შეუძლია. წარმოიდგინეთ, რომ 1 შატლის კოსმოსური ხომალდის საბარგული რო გაავსოთ ჰელიუმ-3 და დედამიწაზე ჩამოიტანოთ, ეს ეყოფა მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებს 1 წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგებისთვის, თანაც რადიაციისა და ნარჩენების გარეშე. ახლა მთავარი კითხვა, სად მიდის ეს რესურსი? რატო ჭამენ დედამიწაზე წამყვანი სახელმწიფოები მთვარისთვის? აქ უკვე მთავარი მომენტია. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომ ეს რესურსები მოვიპოვოთ მთვარეზე მუშაობის გიგანტური კომბაინებით, რომლებიც ამუშავებენ ნიადაგს და ფილტრავენ გაზს, მაგრამ ეს ენერგია არ მოდის ჩვენამდე. უბრალოდ ხალხთან. არსებობს ფლოტი, საიდუმლო ფლოტი. ჰელიუმ-3 არის მთავარი საწვავი იმ უზარმაზარი ხომალდებისთვის, რომლებიც კოსმოსში პატრულირებენ და მათ სჭირდებათ კოლოსალური ენერგია ვარსკვლავთშორისი ნახტომებისთვის. ასევე ნავთობის ლობი. წარმოიდგინეთ ხვან, რომ გამოაცხადონ ჩვენ გვაქვს უფასო და უსასრულო ენერგია მთვარიდან. რა მოხდება? ნავთობკომპანიები გაკოტრდებიან. დოლარი გაუფასურდება. ეკონომიკური სისტემა ჩამოიშლება. ამიტომ ელიტა სპეციალურად ბლოკავს ჰელიუმ-3-ის დედამიწაზე მასობრივად შემოტანას. ისინი იყენებენ მას საკუთარი მიზნებისთვის, მიწისქვეშა ქალაქების და ბაზების მოსამარაგებლად. ჩვენ კი გვაიძულებენ ვიყიდოთ ბენზინი და გაზი, ან ვიხადოთ მასში ფული. ასევე ტიტანი და იშვიათი მიწის ლითონები. ჯავშნის ნამსხვრევები. გარდა ჰელიუმისა არის კიდევ ერთი ანომალია მთვარეზე. ნასას აპოლოს მისიებმა ჩამოიტანეს მთვარის ქანები, რომლებიც შეიცავს ტიტანს, ურანს და თორიუმს, წარმოუდგენლად მაღალი კონცენტრაციით. ზოგიერთ ნიმუში ტიტანის შემცველობა 10-ჯერ აღემატება დედამიწის უმდიდრეს საბადოებსაც კი. საიდან გაჩნდა ამდენი ტიტანი მთვარის ზედაპირზე? თუ მთვარე ბუნებრივია, ტიტანი უნდა იყოს ღრმად, ბირთვთან ახლოს, რადგან მძიმეა და მასაა, მაგრამ ის ზედაპირზე ყრია. ხელოვნური მთვარის თეორია ამას მარტივად ხსნის ნამდვილად. მილიარდობით წლის განმავლობაში მეტეორიტების დარტყმებმა ალაგ-ალაგ დააზიანა და აფხიკა მთვარის დამცავი ქვის ფენა. ის, რასაც ჩვენ ვპოულობთ, არის ქვეშ მდებარე ლითონის კორპუსის მიკრონამსხვრევები. და ჩვენ ვნახულობთ იმ მასალას, რითაც უშუალოდ ეს ხომალდი არის აშენებული. სწორედ ამიტომ მთვარეზე მოპოვებული ტიტანი და ცირკონიუმი გამოიყენება უკვე შემდგომ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებასა და ეპოქაში, სმარტფონებში,
პროცესორებში, დიახ, აი თქვენი iPhone-ის, Android-ის ზოგიერთი ნაწილი ჩვეულებრივ არაპირდაპირ გზით შეიძლება უკავშირდებოდეს კიდევაც კოსმოსურ პროგრამებს. ასე რომ ეს არ არის გამორიცხული. ასევე ის გამოიყენება სამხედრო ავიაციაში. ასევე ბომბ-დამშენების B-2 Spirit-ის კორპუსების დამზადებისთვის. ისეთი მასალებისგან შედგება ის, რომელთა ანალოგი დედამიწაზე ბუნებრივად არ მოიპოვება. ეს არის რეციკლირებული კოსმოსური ჯავშანი. წყალი სიცოცხლე უდაბნოში, წარმოიდგინეთ მთვარე. დიდი ხნის განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ მთვარე მშრალია. 2009 წელს დადასტურდა მთვარის პოლუსებზე კრატერებში, სადაც მზე არასდროს ანათებს არის მილიარდობით ტონა ყინული. ეს არ არის უბრალოდ წყალი დასალევად, ეს არის ელექტროლიზის გზით მოპოვებული და ეს წყალი იშლება ჟანგბადზე და წყალბადზე. ჟანგბადის შემთხვევაში სასუნთქად და წყალბადზე უკვე სარაკეტო საწვავად. სწორედ ამიტომ მთვარე არის იდეალური ბენზინ-გასამართ სადგური. ხომალდები მოდიან და მიდიან დედამიწიდან, ჩადიან მთვარის ბაზაზე. მაგალითად, ლოკი ავსებენ მარაგებს ადგილობრივი წყლისა და ჰელიუმის ხარჯზე და მერე მიდიან იქიდან მარსზე. მთვარე არის ლოჯისტიკური ჰაბი. ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება იმისა, რომ მთვარე არის ტექნოლოგიური მოწყობილობა, არის მისი გავლენა დედამიწის წყლებზე. ჩვენ სკოლებში გვასწავლიდნენ, რომ ეს უბრალოდ მიზიდულობის ძალაა, მაგრამ დავფიქრდეთ, მთვარე დედამიწაზე 91-ჯერ მსუბუქია, თუმცა ის ახერხებს აწიოს და დაწიოს ტრილიონობით ტონა წყალი. მსოფლიო ოკეანეში დღეში 2-ჯერ სრული საათის სიზუსტით. ეს არ არის პრასიული გრავიტაცია, ეს არის მიმართული გრავიტაციული სხივი. რატომ სჭირდება ეს მას? მთვარის გარეშე დედამიწა თავისი ღერძის გარშემო იბრუნებდა ქაოტურად. აი როგორც დაზიანებული ბზრიალა. კლიმატი იქნებოდა არაპროგნოზირებადი და ქარების სიჩქარე მიაღწევდა 500 კმ/სთ სიჩქარეს. მთვარე მუშაობს როგორც გიროსკოპი და მან დააფიქსირა დედამიწა 23.5 გრადუსიან დახრილობაზე და ეს არის იდეალური კუთხე სეზონების შესაქმნელად. ვიღაცამ ეს ხომალდი დააყენა ზუსტად აქ, რათა დედამიწა გაიხადა სტაბილური ლაბორატორია სიცოცხლისთვის. ასევე ენერგიის გენერაცია გავითვალისწინოთ. მოქცევა, მიქცევა მუშაობს როგორც გიგანტური დინამო მანქანა. წყლის მუდმივი მოძრაობა ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც აუცილებელია იმ მატრიცის მუშაობისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ. მთვარე არის ძრავი, დედამიწის ოკეანეები კი მისი საწვავია. ჩვენ ვართ წყალი. ბიოლოგიური სინქრონიზაცია. თუ მთვარეს შეუძლია ამოძრავოს ოკეანეები, წარმოიდგინეთ, რას უშურება ის ადამიანს. ზრდასრული ადამიანის სხეულის 70%-ზე მეტი წყალია. ტვინის 80% ჩვენ ვართ. მოსიარული აკვარიუმები, ფიზიკის კანონებით, მთვარის გრავიტაცია და ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს ჩვენს უჯრედ შიდა სითხეზე, ზუსტად ისე, როგორც ოკეანეზე. ჩვენ განვიცდით ბიოლოგიურ მოქცევას. ასევე ფსიქიკური ზემოქმედება. სიტყვა lunatic, შეშლილი, მთვარეული მოდის ლათინური სიტყვიდან luna და ეს არ არის მეტაფორა. მთვარის ფაზები, განსაკუთრებით სავსე მთვარეობა, ცვლის დედამიწის იონოსფეროს დაძაბულობას. ეს პირდაპირ ურტყავს ჩვენს ნერვულ სისტემას. ასევე საპოლიციო სტატისტიკას თუ გადავხედათ, მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში სავსე მთვარის ღამეს დანაშაულების, თვითმკვლელობებისა და საგზაო შემთხვევების რიცხვი მკვეთრად იზრდება. მთვარე ზემოქმედებს ეპიფიზზე. ეს ჯირკვალი გამოიმუშავებს მელატონინს და ასევე გამოიმუშავებს სხვადასხვა საჭირო იმ მასალას ჩვენი ორგანიზმისთვის, ასევე სეროტონინსაც. სავსე მთვარის დროს მთვარის ელექტრომაგნიტური სიხშირე ბლოკავს მელატონინის გამოყოფას. ადამიანი ხდება აგრესიული, უძილო და შფოთიანი. ეს არის სისტემური სტრეს ტესტი, რომელსაც ოპერატორები რთავენ თვეში ერთხელ.
რეპროდუქციული კონტროლი. ქალის menstruალური ციკლი საშუალოდ 28-29 დღეა. მთვარის ციკლი 29.5 დღე. ეს დამთხვევა არ გეგონოთ. დარვინის ევოლუცია ამას ვერ ხსნის. თეორიის მიხედვით, როდესაც მთვარე იქ მოიყვანეს და ჩართეს, ადამიანის დნმ გადაეწყო მთვარის რიტმზე და ეს გაკეთდა იმისთვის, რომ გამრავლება ყოფილიყო კონტროლირებადი და პროგნოზირებადი. ჩვენი ბიოლოგიური საათი მთვარის სერვერზეა მიბმული და ისინი წყვეტენ, როდის არის ფერტილობის პიკი. ასევე მთვარის კალენდარსაც უნდა შევეხოთ. რიტუალების განრიგი, რატომ იყენებდნენ საერთოდ უძველესი ცივილიზაციები, შუმერები, ბაბილონელები, მაიასტომები და დღევანდელი რელიგიური კონფესიები, ისლამი, იუდაიზმი, ქრისტიანული, ასე ვთქვათ, აღდგომის გამოთვლა თუნდაც მთვარის კალენდარს. რატომ არის მზე სიცოცხლის წყარო? ან როგორც მეორე ხარისხოვანი, ხოლო მთვარე მკვდარი ქვა, მთავარი ორიენტირი ამ შემთხვევაში. პასუხი შემზარავია. მთვარის კალენდარი არის ენერგიის შეგროვების განრიგი. მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ სისტემა იკვებება ადამიანის ემოციური ენერგიით, ეგრეთ წოდებული ლოშით. ეს ენერგია ყველაზე ადვილად მოიპოვება მაშინ, როდესაც მთვარე იმყოფება კონკრეტულ ფაზაში, კონკრეტულ რიტმოლოგიაში. მაგალითად, ახალ მთვარეობა, ენერგიის განტვირთვა, დაგეგმვა, ელიტა სწორედ ამ დროს იწყებს ახალ პროექტებს, ახალ მოქმედებებს. სავსე მთვარეობა, ეს არის ენერგიის პიკი. ამ დროს ტარდება მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და ოკულტური რიტუალები. თუ დააკვირდებით მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიები, მსვლელს შეწირვები ხშირად ემთხვევა მთვარის დაბნელების ან სისხლიან მთვარეს. კალენდარი საჭიროა იმისთვის, რომ 8 მილიარდი ადამიანი სინქრონულად ვიბრირებდეს ერთ სიხშირეზე. როდესაც მილიონობით ადამიანი ლოცულობს ან ზეიმობს კონკრეტულ დღეს, რომელიც მთვარით განისაზღვრება, ეს ენერგია მიედინება მთვარისკენ და არა თქვენსკენ. მთვარის კალენდარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დროის საზომი. ეს არის ფერმის მართვის გრაფიკი. ფერმას კი ჩვენ წარმოვადგენთ. რატომ არ გვესმის სიჩუმე? მატრიცის ხმაური. ეს არის უკვე ტექნიკური ასპექტი. NASA-მ ჩაწერა კოსმოსური ხმაური, სხვა პლანეტები თუ როგორ ბგერებს გამოსცემენ. მთვარე კი გამოსცემს მონოტონურ სტატიკურ ზუზუნს და ეს არის დაბალი სიხშირის ვიბრაცია. ეს სიხშირე მუშაობს როგორც სიგნალის ჩამხშობი. ჩვენი ტვინი ბუნებრივ მდგომარეობაში უნდა მუშაობდეს ალფა და თეტა ტალღებზე, როცა ვართ მშვიდად და კავშირში ვართ სამყაროსთან. მთვარის სიხშირე კი ხელოვნურად გვაგდებს ბეტა ტალღებში, სტრესი, შიში, გადარჩენის ინსტინქტი. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ არის ასე ძნელი მედიტაცია ქალაქში, რატომ გრძნობ ჩვებას ბუნებაში, სადაც ელექტრომაგნიტური ფონი ნაკლებია. მთვარე მუდმივად გვიკივის ქვეცნობიერში, იმუშავე, იშოვე ფული, გეშინოდეს, გამრავლდი, მოკვდი, ეს არის პროგრამა, რომელიც მთვარიდან მოდის. ასევე არ შემიძლია შევეხო წინასწარმეტყველებს და მოწამეებს, ვინც გვაფრთხილებდნენ. გურჯიევი ამბობდა ესეთ რამეს, რომ ჩვენ მთვარის საკვები ვართ. მე-20 საუკუნის დასაწყისში გენიოსი, მისტიკოსი და ფილოსოფოსი. გურჯიევი თავის მოსწავლეებს ასწავლიდა იმას, რაც მაშინ სიგიჟედ ითვლებოდა. დღეს კი კვანტური ფიზიკისა და მატრიცის თეორიის საფუძველია. მან პირდაპირ თქვა ასეთი რამ: კაცობრიობა არ არის თავისუფალი. ჩვენ ვართ ცხვრის ფარა, რომელსაც მთვარე მწყემსავს. გურჯიევის თქმით, რომელსაც ის კუნდა ბუფერის ორგანოს უწოდებდა, ადამიანები შექმნილნი არიან როგორც ენერგიის გადამცემები და მისი სიტყვებია. ყველაფერი, რაც ცოცხალია დედამიწაზე, ადამიანები, ცხოველები, მცენარეები ემსახურებიან ერთ მიზანს: გამოკვებოს მთვარე. ჩვენი ტკივილი, ჩვენი სიკვდილი, ჩვენი ემოციური აფეთქებები, ეს არის მაგნიტური ენერგია, რომელიც მთვარეს სჭირდება, რომ გაიზარდოს და იარსებოს.
თუ არ არის მძიმე წონა, რომელიც დედამიწის ევოლუციას აფერხებს. სანამ ჩვენ მთვარებს ვყვებავთ ჩვენი ენერგიით, ჩვენ ვერ გამოვიღვიძებთ. მაშინ ხალხს ეგონა, რომ ეს მეტაფორა იყო. დღეს ვიცით, რომ ეს არის ტექნიკური აღწერა ამ ყოველივესი. ვერნერ ფონ ბრაუნი. აღიარება საფლავის ქვაზე. ვინ იცოდა მთვარის შესახებ იმაზე მეტი, ვიდრე კაცმა, რომელმაც ჩვენი წაგვიყვანა. ვერნერ ფონ ბრაუნი ნაცისტური გერმანიის რაკეტმშენებელი და შემდგომში ნასას აპოლოს პროგრამის მამა იყო. მან სიცოცხლეში დუმილი არჩია, იცოდა რომ მოკლავდნენ, მაგრამ სიკვდილის წინ დატოვა უკანასკნელი გზავნილი. მის საფლავის ქვაზე არ წერია მისი მიღწევები. იქ წერია მხოლოდ სახელი და ერთი მინიშნება. ფსალმს 19:1. ფსალმუნი 19:1. რას ამბობს ეს ფსალმუნი? ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულისა ხელთან მისთასა მიუთხრობს სამყარო. საკვანძო სიტყვა აქ არის ხელთქმნილი ნაკეთობა. ფონ ბრაუნმა იცოდა, რომ კოსმოსში და კონკრეტულად მთვარეზე მან ნახა არა ბუნებრივი ობიექტები, არამედ ნაკეთობები, ინჟინრული სტრუქტურები. მან საფლავში ჩაიტანა საიდუმლო, რომ ჩვენი ცა ხელოვნურია. სტენლი კუბრიკი, რეჟისორი, რომელმაც ძალიან ბევრი იცოდა, ჰოლივუდში არის ღია საიდუმლო. სტენლი კუბრიკი არ იყო უბრალოდ რეჟისორი. ის იყო შიდა წრის პიროვნება, რომელმაც სინდისის ქენჯნის გამო სიმართლის თქმა გაბედა ან სცადა. მისი შედევრი 2001 წლის შემოქმედებიდან კოსმოსური ოდისეა 1968 წელი გამოვიდა მთვარეზე დაჯდომამდე 1 წლით ადრე. ფილმის სიუჟეტი: ასტრონავტები მთვარეზე პოულობენ შავ მონოლითს, ხელოვნურ სტრუქტურას, რომელიც სიგნალს აგზავნის იუპიტერის, სატურნის მიმართულებით. საიდან იცოდა კუბრიკმა მაგნიტური ანომალიის TMA1-ის შესახებ მთვარეზე, სანამ იქ ოფიციალურად დაჯდებოდით. უფრო მეტიც, მის ფილმში ნათება არის სცენა, სადაც ბავშვს აცვია სვიტერი წარწერით აპოლო 11. დგება ფეხზე და მიდის ოთახისკენ, რომლის ნომერია 227. დედამიწიდან მთვარემდე მანძილი არის დაახლოებით 227,000 მილი. კუბრიკი ამით გვეუბნებოდა აპოლო 11 იყო შოუ, რომელიც მე გადავიღე პავილიონში, მაგრამ რეალური მთვარე ის საშინელი ოთახია, სადაც შესვლა აკრძალულია. კუბრიკი გარდაიცვალა იდუმალ ვითარებაში, ფილმ ფართოდ დახუჭული თვალების დასრულებისთანავე, სადაც მან ელიტური საიდუმლო საზოგადოების რიტუალები ამხილა ამ ფილმით და შეგიძლიათ მას უყუროთ კიდევაც. ჯონ კენედი, პრეზიდენტი, რომელმაც სცადა, რომ სიმართლე ელაპარაკა და ბოლოს ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ჯონ კენედიმ დაიწყო მთვარის რბოლა, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს მიხვდა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო შეჯიბრი. 1963 წლის სექტემბერში გაეროში გამოსვლისას მან შესთავაზა საბჭოთა კავშირს, მოდით გავფრინდეთ მთვარეზე ოღონდ ერთად. რატო? იმიტომ რომ კენედიმ მიიღო ინფორმაცია უცხოპლანეტური ყოფნის შესახებ. ყველა ის დეტალი, ყველა ის საჭირო მასალა და მას სურდა ეს გაენხილა როგორც სიმართლე და გაეერთიებინებინა კაცობრიობას საერთო საფრთხისა თუ მომავლის მიმართ აღმოჩენების წინაშე. და მან მოითხოვა წვდომა CIA-ის უცხოპლანეტურ ფაილებზე, NG-12-ის დოკუმენტებზე. 10 დღის შემდეგ ის მოკლეს. მისი მკვლელობა იყო გზავნილი ყველა მომავალი ლიდერისთვის. მთვარე არ გეკუთვნით თქვენ, არ შეეხოთ მას. გაიხედე მაღლა. ახლა თქვენ ხედავთ იმ ნაცრისფერ ბურთს, რომელიც საშია. და თქვენ იცით, რის გამო კლავდნენ ადამიანებს, რის გამო აყალბებდნენ ისტორიას და მეცნიერებას, როგორც ცვლიდნენ ჩუმად ჩვენს გარეშე ყველაფერს. გაიხედეთ და შეხედეთ მას. აი ახლაც იქ არის. ვერცხლისფერი გუშაგის სილამაზე
ილუზია. ეს არის ცივი მეტალის თვალი, რომელიც არასდროს ახამხამებს. ის აკონტროლებს ჩვენს ოკეანეებს, ჩვენს სხეულებს, ჩვენს გონებას და შესაძლოა ჩვენს სიკვდილსაც კი ზოგიერთი შემთხვევაში. გახსოვდეთ, ილუზია მხოლოდ მანამ არის ძლიერი, სანამ ის რეალობა გგონია. როგორც კი დაინახავ მასში მექანიზმს, როგორც კი გააცნობიერებ, რომ ეს დეკორაცია, მისი ძალაუფლება შენსზე სუსტდება. ისინი ჩვენს შორის არიან და ისინი ჩვენს ზემოთაც არიან. მოდით გავიღვიძოთ. მე გემშვიდობებით მომავალ სერიამდე, სადაც ჩვენ ჩავიხედებით სწორედ იქ, სადაც თვარეც კი ვერ აღწევს ადამიანის უკვდავის სულის ლაბირინთებში.